მოციქულთა საქმეები. თავი 23. პავლემ მზერა მიაპყრო სინედრიონს და თქვა: ძმებო, დღემდე წრფელი სინდისით მოქალაქეობდი ღმერთის წინაშე. მღვდელმთავარმა ანანიამ თავის წინაშე მდგომთ უბრძანა სახეში ეცემათ მისთვის. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი გცემს შენ, შეფეთქილო კედელო, ზიხარ აქ, რომ კანონით განმსაჯო და უკანონოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას. იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ? თქვა პავლემ: მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუიტყვი. პავლემ იცოდა, რომ ერთ მხარეს სადუკეველნი იყვნენ და მეორეზე კი ფარისეველნი და დაიძახა სინედრიონში: ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლის ძე და მკვდრეთით აღდგომის იმედისთვის განვისჯები. ეს რომ თქვა, ფარისევლებსა და სადუკევლებს შორის დავა ატყდა და გაიყო კრებული. რადგან სადუკეველნი ამბობენ, რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, არც სული, ფარისევლები კი ერთსაც აღიარებენ და მეორესაც. დაატყდა დიდი ხმაური, წამოდგა ზოგიერთი მწიგნობარი ფარისეველთა მხრიდან, დაობდნენ და ამბობდნენ: ამ კაცში ცუდი ვერაფერი ვპოვეთ, ეგებ სული ან ანგელოზი ელაპარაკებოდა მას, ღმერთს ნუ ვებრძვით. ხოლო რა კი დიდი შფოთი ატყდა, 1000 თავს შეეშინდა, რომ არ გაეგლიჯათ პავლე და ჯარისკაცებს უბრძანა ჩასულიყვნენ, გამოეტაცათ იგი მათგან და ბანაკში წაიყვანათ. მეორე ღამეს უფალი დადგა მასთან და უთხრა: გამხნევდი, რადგან როგორც იერუსალიმში მოწმობდი ჩემზე, ასევე რომშიც გმართებს მოწმობა. დღე რომ დადგა, იუდეველებმა შეკრება მოაწყვეს და ერთმანეთს შეჰფიცეს, თქვეს: არ ეჭამათ და არ ესვათ, ვიდრე პავლეს არ მოკლავდნენ. 40-ზე მეტნი იყვნენ, ვინც შეითქმნენ. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, ვიდრე პავლეს არ მოვკლავთ. ახლა თქვენ და სინედრიონმა შეუთვალეთ 1000 თავს, რომ მოიყვანოს იგი თქვენთან, ვითომ დაწვრილებით გინათ გამოიკულიოთ მისი საქმე. ჩვენ კი, ვიდრე ის თქვენთან მოვა, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად. შეიტყო პავლეს დისწულმა ეს ვერაგობა, წავიდა, შევიდა ბანაკში და აუწყა პავლეს. პავლემ დაუძახა ერთ-ერთ 100 თავს და უთხრა: ეს ყმაწვილი მიიყვანე 1000 თავთან, რაღაც აქვს სათქმელი მისთვის. მანაც წაიყვანა იგი, მიიყვანა 1000 თავთან და უთხრა: პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ყმაწვილი შენთან მომეყვანა, რაღაც სათქმელი აქვს შენთვის. ხელი მოჰკიდა მას 1000 თავმა, განზე გაიყვანა და ჰკითხა: რა გაქვს ჩემთვის სათქმელი? მან უთხრა: იუდეველები შეთანხმდნენ, გთხოვონ, რომ ხვალ ჩაიყვანო პავლე სინედრიონში, ვითომ მათ სურდეთ დაწვრილებით გამოიკულიონ მისი საქმე. შენ ნუ დაუჯერებ მათ, რადგან ჩასაფრებული ჰყავთ 40-ზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს არც ჭამონ და არც სვან, ვიდრე პავლეს არ მოკლავენ. ახლა ისინი გამზადებული არიან და შენს ბრძანებას ელიან. მაშინ 1000 თავმა გაუშვა ყმაწველი და უბრძანა: არავის გაუმხილო, რაც მე შემატყობინე. გამოიძახა 200 თავთაგან და უთხრა: მოამზადეთ 200 ჯარისკაცი კესარიაში წასასვლელად, 70 ცხენოსანი და 200 შუბოსანი ღამის მესამე საათისათვის. მიეცით სახედრები, რომ შესვან პავლე და მშვიდობით მიიყვანონ გამგებელ ფელიქსთან. და მისწერა ამგვარი წერილი: კლავდიუს ლისია, უაღმატებულეს გამგებელს ფელიქსს, იხარებდე. ეს კაცი შეპყრობილი ჰყავდათ იუდეველებს და სიკვდილი მოელოდა მათგან. მე მივედი ჯარისკაცებით და გამოვარიდე მათ, როდესაც გავიგე, რომ რომის მოქალაქეა. მინდოდა გამეგო მიზეზი და მივიყვანე მათ სინედრიონში. გავიგე, რომ თავიანთი რჯულის სადაო საქმეში დაუდვიათ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დანაშაული ჰქონია, რომ სიკვდილიან ბორკილები დაემსახურებინა. როდესაც ცნობილი შეიქნა ჩემთვის, რომ შეთქმულება იყო ამ კაცის წინააღმდეგ და უყოვნებლივ გამოგზავნე შენთან, ბრალმდებლებსაც უბრძანე შენს წინაშეც წაუყენონ ბრალი. ამრიგად ჯარისკაცებმა ბრძანებისამე წაიყვანეს პავლე და ღამით მიიყვანეს ანტიპატრისში. მეორე დღეს კი ცხენოსნებს გააყოლეს იგი და ბანაკში დაბრუნდნენ. მათ კი, რომლებიც კესარიაში მივიდნენ და გამგებელს გადასცეს წერილი,
წარუდგინეს მას პავლე. წაიკითხა და ჰკითხა, თუ რომელი მხარიდან იყო. როდესაც შეიტყო, რომ კილიკიიდან იყო, თქვა, მოგისმენ, როდესაც შენი ბრალმდებლების მოვლენ და ბრძანა ჰეროდესეულ სასახლეში დაეკავებინათ.